ულოცავ ამ ისტორიულ დღეს სრულიად საქართველოს და ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს ამ მეტად საპატიო ტახტზე აბრძანებას და მთელი გულით უსურვებ როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და ამ ეკლესიის წევრი ჩემი ეკლესიის პატრიარქს ღირსეულ მოღვაწეობას ისევე როგორც მისი წინამორბედის განსვენებული პატრიარქ ილია მეორის და მე ძალიან მჯერა და ძალიან მინდა რომ მისი მოღვაწეობაც იყოს გამორჩეული და ეპოქის შესაბამისი, იმიტომ რომ როგორც თქვენ კითხვაში უკვე აღნიშნეთ, ძალიან ბევრი გამოწვევა ელოდება ახალ კათოლიკოს პატრიარქს იმ შეცვლილი პოლიტიკური თუ თქვათ სოფლიო რეალობიდან გამომდინარე, რომელ პერიოდშიც მას მოუწია პატრიარქო ტახტზე ასვლა, მოგეხსენებათ მისი წინამორბედის დროს საბჭოთა რეჟიმი საკმაოდ რთულ რეალობაში ამყოფებდა რელიგიებს და 1977 წელი არ იყო მარტივი წელი და ალბათ ამიტომაც იყო ის 50 წლიანი ეპოქა განსაკუთრებული, რომ დევნისა და შევიწროების პერიოდში კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო თავისი დიპლომატიის და პიროვნული თვისებების წყალობით, რომ ესე იგი მაქსიმალურად მეტი სიკეთე მოეტანა ეკლესიისთვის და ამ შემთხვევაში შიო მესამისთვის უკვე სრულიად სხვა პოლიტიკური რეალობაა სახელმწიფო დღესაც ვნახეთ, რომ სრული სისავსით იყო წარმოდგენილი ესე იგი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვაზე და საკმაოდ დიდი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა იგრძნობა ორივე მხარის მიმართ ერთმანეთისადმი და ბევრად მეტია ახლა რესურსი იმისა, რომ სახელმწიფო გვერდში დაუდგეს ეკლესიას, გვერდში დაუდგეს კათოლიკოს პატრიარქს და არ იყოს თქვა დევნისა და შევიწროების ობიექტი ეკლესია და თქვა მისი წარმომადგენლები. გარდა აი ამ მოცემულობისა, სადაც მაქსიმალური სეკულარიზმის ხაზია გასავლები, რადგან მოგეხსენებათ, რომ არასოდეს კარგი არ მოუტანია ერთმანეთის საქმეებში ჩარევას ეკლესიის სახელმწიფოს და სახელმწიფოს ეკლესიის. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოწვევა კათოლიკოს პატრიარქისთვის სეკულარიზმის. ცდუნება ყველა დროში იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ისეთი ძლიერი ინსტიტუცია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში ყოფილიყო მის მხარეს, მინიმუმ არა დუმარების რეჟიმში და ყოფილიყო მისი პოლიტიკური ინტერესების მომხრე და მხარდამჭერი. ეს ცდუნება ყველა ხელისუფალს ჰქონდა. სხვა შორის ამ წინასაარჩევნო პროცესს თუ დავაკვირდებით, ის თუ ვისი მხარდაჭერილი კანდიდატი იყო, აც უკვე პატრიარქი შიო მესამე, ამაზე ძალიან ბევრი კითხვა ისმოდა. მოცემულობა არის შემდეგი, ეს მოცემულობა დამდგარია უკვე, ის არის ახალი პატრიარქი და თქვენ ზუსტად ამას უსვამთ ახლა ხაზს. ერთმანეთის საქმეებში არ ჩარევის ცდუნება ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ არ იყოს, მაგრამ როგორ უნდა გაუძლოს ამას ახალმა პატრიარქმა? აქვე მინდა დავსძინო ის ფაქტი, რომ როცა იმ ჩაურევლობის პრინციპზე ვსაუბრობთ, სამართლებრივად ეს საკითხი მოგვარებულია. თითქოს კონსტიტუციური შეთანხმება არსებობს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განსვენებულმა პატრიარქმა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამაზე მკაფიო დოკუმენტი გააფორმეს ურთიერთჩაურევლობის პრინციპზე და ერთი ნიუანსი მინდა გავიხსენო, რა მაძლევს განსაკუთრებული იმედს, რომ ყოველ შემთხვევაში ეკლესიის მხრიდან ეს სურვილი და მზაობა არსებობს, რომ ჩაურევლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ იყო ასეთი ინიციატივა, რომ მართლმადიდებლობა გამოვაცხადოთ სახელმწიფო რელიგიად დამეთანხმებით და საკმაოდ თითქოს დიალოგის გახსნაზე წავიდა საქმე, გააქტიურებაზე, რაზეც ეკლესიამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რაც მხოლოდ მისასალმებელია, რომ ჩვენ საკმარისად თვლით იმ დოკუმენტს და იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რა ჩარჩოც არსებობს, რადგან მოგეხსენება სწორედ ის უკვე ბერკეტები, როდესაც სახელმწიფო ეკლესია ხდება სახელმწიფო ფაქტობრივად ინსტიტუციის რანგში, ამ შემთხვევაში ფინანსურადაც და სხვა სამართლებრივ სისტემაში შედის, აქ უკვე მართლაც რომ ძალიან რთულდება აი ამ ზღვარის დაცვა და ცდუნებების თქვათ დაცვა, რისი მაგალითებიც ჩვენ გვაქვს მსოფლიო სახელმწიფოებში, სადაც თქვათ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა თუნდაც მართლმადიდებელი ეკლესია,
იქ რა კონკრეტული შედეგები მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან კარგი იყო და მისასალმებელი ეს პოზიცია ეკლესიის მხრიდან, რომ ისინი დარჩნენ ამ მკაფიო პოზიციაზე კონსტიტუციური შეთანხმების მხოლოდ გაძლიერებასთან და ესე იგი გაცოცხლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მთელი რიგი ესე იგი უმოქმედო მუხლებია, რომლის გააქტიურება შესაძლებელია და საკმაოდ სიკეთის მომტანიც იქნება იგივე ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით ვარ შემდეგ ხა დეტალებში რო არ შევიდეთ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, სახელმწიფოც ოფიციალურად ყოველთვის გამოხატავს ხოლმე, მაგრამ სწორედ განსვენებული პატრიარქის ავტორიტეტი იძლეოდა ამის შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებული დიპლომატიის უნარი, რაც თქვენ აღნიშნეთ. დიახ, დიპლომატიის უნარის და ის მისი ავტორიტეტი იყო ძალიან კი ბატონო. აი ხა როდესაც საუბრობენ გამოწვევასთან დაკავშირებით ასევე ეკლესიის ეს ერთი იქნება სინოდალურობაც, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ პატრიარქი ილია მეორის ავტორიტეტი იმდენად განუზომად დიდი იყო, რომ მოგეხსენებათ სინოდის ყველა წევრი მისი ხელდასხმული გახლავთ და როგორც ახლა мама ეუბნება შვილებს, ისინი უაპელაციოდ იღებდნენ ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ გუშინდელი კენჭისყრის შედეგების, თქვათ პატრიარქი შიოს ესე იგი სასარგებლოდ იყო 22 ხმა ოფიციალურად, ხო? მაგრამ ეს არნიშნავს ის მოწინააღმდეგე ხმებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის გასახარი, რომ ეკლესიაში ეს თქვათ რაღაცა მკაფიო დაპირისპირება თუ რაღაცა სამოქალაქო პოლიტიკური შეჯახებები, როგორც ხდება ხოლმე საერო არჩევნებზე, ეს არ უნახეთ და ძალიან ღირსეულად ჩაიარა ამ პროცესმა, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყველამ ერთად და დღევანდელი ცერემონიაც უკვე ოფიციალურად ტახტზე ასვლის ცერემონია სვეტი ცხოვლის ტაძარში გაიმართა. ამ შემთხვევაში აი ეს დამოკიდებულება, რომ თუნდაც მიტროპოლიტი იობის, თქვათ მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამები მოვისმინეთ ჩვენ, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამები იყო. იქ იყო მთელი რიგი შეხედულებები, თუნდაც სინოდალურობასთან დაკავშირებით, ეკლესიის ესე იგი ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო დონეზე მის პოზიციონირებასთან, სოციალური ასპექტები, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ასპექტები. მაგრამ არ მოგვისმენია პატრიარქი შიოს პოზიციები და ზუსტად თქვენ რასაც ხას უსვამთ ახლა სინოდალურობას მათ შორის და შესაძლოა არ გახდა პატრიარქი, მაგრამ რომელიმე მათგანი, მაგრამ შესაძლოა მისი ინიციატივა კარგია და ამ მიმართულებით ერთად შეიძლება სინოდმა იაროს, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიჭერს შიო მესამე, ხომ? თქვენ აღნიშნეთ მამისა და შვილების ურთიერთობა და დასაწყისშივე იყო საუბარი, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ასე, ჩვენ ვართ ერთმანეთის ძმები. ეს გაზრდის თუ არა სინოდის მნიშვნელობას თქვენი აზრით, ვიდრე მინიმუმ იქამდე, ვიდრე პატრიარქი შიო საკუთარ ავტორიტეტს ისეც გაიმყარებს, შესაძლოა, არ ვიცით, წინასწარეს, ან მიაახლოვებს იმას, რაც ჰქონდა ილია მეორის. მხოლოდ ამაზე მეტყველებს არსებული მოცემულობა, რომ სინოდალური მართვა ძალიან აქტიურად ფაზაში შევადა, მხოლოდ კარგია ეს ეკლესიისთვის, როგორც პასუხისმგებლობის შეხიდების ნაწილში კათოლიკოს პატრიარქისადმი, ისე თქვათ აზრთა ჭიდილში იქნება თუ ურთიერთ დამოკიდებულებაში, რომელიც მხოლოდ წაადგება, რადგან მოგეხსენებათ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები სინოდალური მართლობის, სადაც თქვათ არის მოდმიმოქმედი სინოდები, არის თქვათ სვლადი სინოდები, 12 კაციანი სინოდის წევრები მაგალითად, სადაც რაღაც ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლებიან და ყველა მღვდელმთავარს თქვათ შეუძლია იყოს ამ სინოდის მუშაობაში, მიიღოს მონაწილეობა, თქვათ თავისთავი გამოხატოს, ინიციატივები გამოავლინოს. გაცილებით დემოკრატიული და გახსნილია პროცესი. დიახ, უბრალოდ ჩვენთანაც სინოდის ცვლილები იმართებოდა გასულ წლებში მოგეხსენებათ, უბრალოდ სამწუხარო იმოცემულობით, რომ კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობა იყო ძალიან მძიმე, ითვალისწინებდნენ სინოდის წევრები აი ამ მოცემულობას და თქვათ ესეთი აქტიური მოგეხსენებათ, რომ რა თქმა უნდა ვეღარ იქნებოდა, მაგრამ აი ეს მოცემულობა უკვე კათოლიკოს პატრიარქის ახალგაზრდა ასაკი, მისი ენერგია და შემართება და დარწმუნებული ვარ სურვილი იმისა, რომ მაქსიმალურად შეეცადოს და ესე იგი შემდგომი წლები, მისი მოღვაწეობის წლები იყოს განსხვავებული, კიდევ უფრო მეტად თქვათ კათოლიკოს პატრიარქს, რა თქმა უნდა, განსვენებულს გულისხმობ არაერთი სიკეთი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და რატომ არ უნდა უნდოდეს მოქმედ პატრიარქს, რომ მისი წვლილი შეიტანოს და მით უმეტეს ბოლო 10 წელი კათოლიკოსის გადაწყვეტილებით ის მოსაყდრის ლოცვა-კურთხევას ასრულებდა როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ და ძალიან მჯერა ეს ყოველ შემთხვევაში, რომ კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ბევრ
უეცდება იმისათვის, რომ ის მოცემულობები, ის გამოწვევები, რომელიც დაგროვდა, თუნდაც განათლების სასულიერო განათლების საკითხები იქნება ეს თუ სოციალური საკითხები, რომლებიც აწუხებთ სამღვდელოებას, თუნდაც თუ ერს, მთელი რიგი ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია სახელმწიფოსთან ურთიერთობის ჭრილში, ხო, მაგრამ დღესაც გავიგეთ და ვნახეთ, რომ ჟურნალისტები თხოვენ პასუხს მღვდელმთავრებს, თქვათ, ადამიანების შეწყალებასთან დაკავშირებით და უფრო დუმილზე და უმოქმედობაზე მათი მხრიდან. ეს იყო ალბათ კითხვის არსი, რომ იმ დროს, როცა ასეთი მოცემულობა აქვს ქვეყანაში, დუმილით ვერაფერს გახდება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიც არის მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ხალხი რა დღესაც აღინიშნა, რომ მათი ოჯახის წევრები ჩვენი მრევლია, ხომ? უბრალოდ სიჩუმე ამ საკითხზე არ იძლევა არანაირ პოზიციას, არ აახლოვებს ხალხს ეკლესიასთან, სხვა შორის ეკლესიამ ფართოდ უნდა გაუღოს ყველას კარიო, ეს იყო დღეს მისი ფრაზა. ხო, რაღაცნაირად თითქოს ეხება ამ ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა, მაგასაც ეხება და რაღაც სტიგმატიზებულ ალბათ ადამიანებს, რომელსაც რაღაცა რომელიც შეიძლება ბულინგის და გარიყულობის მსხვერპლი არიან ხოლმე და ეს ძალიან კარგი გზავნილი იყო, რომელიც დღეს ყველამ მოვისმინეთ სვეტიცხოვლის ამბიონიდან. და ასევე ანდრია ჯაღმაიძისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ ერთხელ მიმართავენ ისინი ოცნების მთავრობას შეწყალებასთან დაკავშირებით. არა, როგორც მანამდეც ვნახეთ, იგივე ანდრია ჯაღმაიძემაც ბრძანა და კათოლიკოს პატრიარქის მაშინდელი მოსახლეობის პოზიციაც იყო, რომ მიმართეს მათ არაერთ გზის და მე ძალიან ჯერა და ვიმედოვნებ, რომ უკვე როგორც კათოლიკოს პატრიარქის რანგში შიო მესამე სამცდელობას არ მოაკლებს და მისი ადმინისტრაცია, რადგან მხოლოდ ეს უფრო განმუხტავს საზოგადოებაში ეს დაძაბულობა, სწორედ რომელი პოლარიზაციაც ახლა და დაძაბულობა საზოგადოებაში არსებობს და მე ერთი რამას მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ ხშირად რაღაცა ისეთ რაღაცებს ვთხოვთ ხოლმე ეკლესიის წარმომადგენლებს, რაც არ არის რეალურად თქვათ შეიძლება ახაც ისეთ უხერხულობების შექმნა და რაღაც ვალდებულების მინიჭება ეკლესიის წარმომადგენლების, როგორც შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს თხოვო ან ადამიანის უფლებათა დამცველს ამ შემთხვევაში. გასაგებია რომ მათ არ აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მაგრამ ჩაგრულთა მხარეს ყოფნა ერთმნიშვნელოვნად ეკლესიის ფუნქცია არის ჩაგრულთა მხარეს ყოფნა და უსამართლობის ესე იგი რომ ვინც იყვნენ ნეტარნი იყვნენ ისინიო, ვინც იდევნებით, ხო? სამართლიანობის დევნილი ადამიანები ამ შემთხვევაში. და მე ძალიან მჯერა რომ სწორედ ახალი რეალობა, რომელიც გვაქვს უკვე საქართველოს ეკლესიაში, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ შემთხვევაში, ოღონდ ეს ნაბიჯები არ იქნება ხისტი და არ უნდა მოვთხოვოთ რაღაც დღესვე რაღაცის განხორციელება. მოგეხსენებათ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი გამოწვევა ხდება ახალ კათოლიკოს პატრიარქს, იგივე თქვათ ეკლესიათა ურთიერთობის დარეგულირების საკითხში, ხომ? ეხლა რუსეთის საპატრიარქო დღემდე სრული ტიტულით არ მოიხსენიებს საქართველოს ეკლესიის მეტაურს და მეორე მხარეს ზმობაზე და მეგობრობაზე საუბრობთ, ხო? თავი დავანებოთ იმას, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თქვა თვითნებურად შედიან სასულიერო პირები და საეკლესიო კანონიკას არ უღებენ. ოფიციალურად თითქოს მათ არ აქვთ აღიარებული ეს ტერიტორიები, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები სრულიად სხვა არის, კანონიკურ წესებს არ უღებენ ძალიან უხეშად და ერთი მხრივ ნახულობთ მისალოდ წერილებს და სადაც არ წერია ასევე სრული ტიტული აფხაზეთის მიტროპოლიტის, ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის და მეორე მხარეს აი ასეთ რაღაცა ორ სახოვნებას ხედავთ, ხო? იგივე ამის მოგვარების რესურსი რამდენად აქვს? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უბრალოდ ვიდრე გადავალთ კონსტანტინოპოლზე, რამდენად აქვს ამის მოგვარების რესურსი პატრიარქში? ეს ხომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თქვენ აი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით და თქვენ ძალიან კარგად გესმით რა ფუნქცია აქვს ეკლესიას პუტინის რეჟიმის პირობებში, ეს ერთი დიდი პროპაგანდისტული ჯაჭვია, ასე ვთქვათ, და ისინი არ მოქმედებენ დამოუკიდებლად იქ, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული აქვს პუტინს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და იქ წარმოუდგენელია ახლა რომ სხვა პოზიცია ჰქონდეს პატრიარქ კირილს. შესაბამისად აქ
ეს უნდა ითქვას იგივე განსვენებული კათოლიკოს პატრიარქის სასახელოდ, რომ მისი ავტორიტეტი მაშინ სიმხელად დიდი იყო, რომ სწორედ განსვენებულმა პატრიარქმა ალექსიმ, მისმა მეგობარმა არ დაუშვა ეს შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას და არანაირად არ სცნო და არანაირ ლეგიტიმაცია არ მიანიჭა, მაქსიმალ მე სამწუხაროდ ის გარდაიცვალა და ახალი პატრიარქი კირილეს პირობებშიც, ეს ოფიციალურ დონეზე გრძელდება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ფაქტობრივი მოცემულობა სხვა არის. და ასევე სამწუხაროდ ძალიან ემთხვევა ხოლმე ეს იმპერიალისტური ნარატივები, რუსული სახელმწიფოსაგან წამოსული ეკლესიის, თქვათ, რიგი ადამიანების პოზიციებს, იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სხვა მთელ რიგ საკითხებზე, რაღაც ძირჟაულ, რაღაც იმპერიალისტურ იდეების ხორჩესხმასთან დაკავშირებით. ასევე კონსტანტინოპოლის ეკლესიის მხრიდან მტრის ხატის შექმნის პროცესს ვადევნებ ჩვენ თვალყურს, აი პატრიარქის არჩევნებში პირდაპირ ჩარევა შეიძლება აღიქმებოდეს განცხადება, რომელიც გავრცელდა რუსეთის მხრიდან და სადაც მიუთითებდნენ, რომ იქ ესე იგი პატრიარქს თურმე კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა რომ რაღაცა ჩაერიოს და საკუთარი კანდიდატები ყავს და არადა ჩარევა ვიცით ჩვენ მხოლოდ ჩრდილოეთიდან არის ხოლმე როგორც წესი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ჭეშმარიტად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და ჩვენი სახელმწიფოსი, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა ამას აფიქსირებს და საქმით ამტკიცებს აი ამ მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს მიმართ და ვერც ერთ ეტაპზე ვერავინ ვერ მოიყვანს იმის მაგალითს და თუ არსებობს ასეთი, რომ მხოლოდ რაღაც ნარატივისტული, პროპაგანდისტული ესე მესიჯები ისმის ხოლმე საზოგადოებაში და იქ რაღაცა აყოლა ამ საკითხისადმი, რომ რაღაც ილოცა ვიღაცასთან ერთად, რაღაცა იქ რაღაც გაურკვევ ეკუმენიზმის რაღაც ბრალდებით ამ შემთხვევაში და კაცი, რომელიც ჯერ კიდევ მისი მიტროპოლიტობის დროს, სანამ ის პატრიარქი გახდებოდა, საუბრობ 90-იანი წლების დასაწყისზე და როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ყველაფერს შვებოდა, აკეთებდა იმისათვის, რომ ავტოკეფალიის ცნობა მომხდარიყო მე-5 საუკუნიდან იმ პერიოდამდე და პატრიარქის ტიტულის ცნობა მომხდარიყო, ის ჯერ კიდევ მაშინ ფილადელფიის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა, ყველაფერი გააკეთა ის თუ ვიდეო კადრებიც რომ ნახოთ, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი დელეგაციასთან ერთად ჩაბრძანდა ფანარში, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა მიტროპოლიტი როგორც წარმართავს მთელ ამ პროცესს, რომ მაქსიმალურად შედეგიანად დასრულდეს საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ცნობა, რომელიც სწორედ რუსულმა იმპერიამ 1811 წელს ძალადობრივად გააუქმა და ყველა ვინც მისი მომხრე იყო დასაჯა და გადაასახლა და სიკვდილი მიუსაჯა. ხო, აი ამ რეალობას უნდა შევხედოთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე იგივე აგვისტოს ომი იქნებოდა ეს თუ სხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში ფიზიკურად ჩამობრძანდა საქართველოში, რომ საქართველოსთვის მხარი დაეჭირა. და ახლაც იგი აგრძელებს ამ მამობრივ სიყვარულსა და ზრუნვას, იგივე მისი ჩამობრძანება კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვაზე 86 წლის ბრძანდება მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. ის დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და როგორი საოცარი ძმური სიყვარული დაემშვიდობა კათოლიკოს პატრიარქს, საოცარი სიტყვა უთხრა მას და რომ ვიცოდეთ ჩვენ იგივე საქართველოს ეკლესიის ეპარქიები, რომელიც საზღვარგარეთ არსებობს, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება თუ ევროპის კონტინენტზე. ძალიან დიდი მხარდაჭერაა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი. მოგეხსენებათ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქცია იგივე ამერიკის მართლმადებლების, ამერიკა იქნება ეს ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი თუ ევროპის ის ქვეყნები, სადაც არ არის ავტოკეფალური ეკლესიები და იქ რომ ქართული სამრევლოები არსებობს, იგივე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ისევე როგორც მაგალითად რომის კათოლიკური ეკლესია, რომის საყდარი მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს ეკლესიას, რომ გახსნას სამრევლოები, ტაძრები გადასცეს და იქ მიმდინარეობს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ქართველი ემიგრანტების. აქაც ზუსტად იგივე არჩევანი, საერო შეჯამება რო გავაკეთოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც საერო ცხოვრებაშია დასავლეთის მხარეს ყველაფერი ღირებული და განვითარებისა და თანასწორობისა და ყველაფერი სიკეთის მხარე აქეთ და რუსული მხარე მხოლოდ არის ოკუპაცია, კორუფცია და ასე შემდგომ დაახლოებით იგივე მიდგომაა განსაკუთრებით იმ პირობებში თუ ჩვენ ნახავთ როგორი შეზრდილია რუსული ეკლესია საერო ხელისუფლებასთან რუსეთში ეს მიზნები არ განსხვავდება როგორც წესი ერთმანეთისგან. ამ ორი გამოწვევის გარდა კიდევ რას დაასახელებდით და ეს გამოწვევები არ დარჩება ასე გვერდზე განყენებული, ხომ შეახსენებს დროდადრო თავს პატრიარქს. კიდევ რას დაასახელებდით საფრთხედ, რომელიც საფრთხედ
თუ არა საკითხად, რომელსაც მან ყურადღება უნდა მიაქციოს. ამ ნაწილში რომ დავასრულოთ ეს ხაზი, უკრაინის ავტოკეფალის არაღიარება ძალიან კაფიოდ იყო ნათქვამი რუსული ეკლესიის მხრიდან ამარჩევნების წინაც, რომ ეს არის მათი მოთხოვნა ამ ნაწილში სიახლეს ველოდოთ უნდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კათოლიკოს პატრიარქი შიოს ავტორიტეტი იგივე რუსეთში, ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესიაში, რომელიც საკმაოდ დიდია და მას ძალიან დიდ პატივს სცემენ სასულიერო წრეები, მოგეხსენებათ მისი სწავლა და საღვთისმეტყველო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მან მიიღო სწორედ რუსეთში და მას იცნობენ პიროვნულად და მისი თვისებების გამო, მისი ძალიან თქვათ იმ შრომების გამო, რომელიც თქვათ იქ ჩაასწია ამ უნივერსიტეტში, აქვს მას ეს პირადი დამოკიდებულება და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის მაქსიმალურად გამოიყენებს ამ დამოკიდებულებებს. მე პირველ რიგში აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, მე ვერ შევბედავ რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქს და ვერავის ვერ შევბედავ ჭკუის დარიგებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სურვილებია რა თქმა უნდა და გულწრფელად ალბათ ყველა ქართველის და ეკლესიის შვილის სურვილია ეს რომ დარეგულირდეს ეს ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან იქნება თუ სახელმწიფოსთან ამ შემთხვევაში და არ გახდეს რაღაცა უფრო გამაღრმავებელი ამ პოლარიზაციის და დამაშორებელი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალის საკითხი იქნება ეს თუ სხვა ის გამოწვევები როგორც უკვე აღნიშნეთ ცხინვალსა თუ აფხაზეთში მსახურებების ჩატარების საკითხი და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად შეგვიძლია მოლოდინი გქონდეს რომ აი ამ პირად ავტორიტეტს ის გამოიყენებს აი ამ საკითხების დასარეგულირებლად ამ შემთხვევაში და გამოწვევები როგორც უკვე აღხსენეთ და გამოჩნდა კიდეც იგივე საეკლესიო კრებაზე თუნდაც დებულებასთან დაკავშირებით რომელიც არსებობს ხო 95 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულება და რომელმაც გამოთიშა ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატი ამ პროცესში. ნამდვილად ჩემთვისაც ეს იყო როგორც რიგითი ამ ეკლესიის წევრისთვის მიტროპოლიტი დანიელი რომელიც არის გამორჩეულად განსწავლული ღირსეული მღვდელმთავარი და მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია რომელიც ჭეშმარიტად ეროვნული გმირია ხო მისი საოცარი სულიერების კაცია როგორი საოცარი განსწავლულობის აზროვნების და ნუ აღარაფერს ვამბობ მის პოზიციებზე და მის საქმეებზე რომელიც მან განახორციელა ძალიან სამწუხარო იყო რომ რაღაცა აი ამ არც თუ ისე როგორ თქვა ესე იგი კაფიო ჩანაწერების გამო სამწუხაროდ მოხდა ისე რომ კანდიდატურის დაყენებაც ვერ მოხდა რაზეც ყველა შეთანხმდა მღვდელმთავრები რომ მოხდება ამისი გადახედვა აუცილებლად და სწორედ ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა იმიტომ რომ სულ წარმოიდგინეთ საქართველოს დასასრულია რაღაც ახალი სახელმწიფო იქნება იქ ყველაფერს ვერ მიხედავდა ხო ის სინოდი და ის პატრიარქის იგივე განათლების ცენზის საკითხებიც რომ როგორ იც უნდა დარეგულირდეს ეს აღიარება როგორ უნდა მოხდეს და აუცილებელია რაღაც საბუთი თუ სამონასტრო განათლებას პრაქტიკა ჩაითვალოს როგორც იგივე აკადემიურ სივრცეში არსებობს ხო შეიძლება დოქტორის ხარისხი არ ქონდეს ადამიანს მაგრამ პრაქტიკა ეთვლება სადოქტორო ესე იგი აკადემიურ საქმიანობა და ასოცირებული პროფესორი მაგალითად ენიჭება პრაქტიკის ხარჯზე დაცვამდე ხო და მსგავსი საკითხები იგივე სოციალური მსახურების სოციალური საკითხები სამღვდელოების მათი ოჯახების ძალიან ბევრი გამოწვევა წინაშეა იგივე საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით უკვე არაერთი ინსტიტუცია გამრავლდა 50-მდე სკოლა აქ მარტო საპატრიარქოს თუ არა მეტი სხვადასხვა დაწესებულებები ძალიან ბევრი გამოწვევა ხდება კათოლიკოს პატრიარქს და ჩასაფრებული პოზიცია არ გვარგებს არავის მე ამის თქვა მინდა რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მასთან ჩასაფრებულები და არ უნდა გქონდეს რაღაცა ნიშნის მოგებითი დამოკიდებულება კათოლიკოს პატრიარქის ახალი თქვათ ნაბიჯების მიმართ ამიტომ გულშემატკივრობა არ გულისხმობს ადამიანის თქვათ რაღაცა ჩასაფრებით დამოკიდებულებას ხო ეს არის რომ მაქსიმალურად შეეხიდოს თუ რაიმე კარგის გაკეთება შეუძლია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოება ის კონსოლიდირება მოხდება ამასთან დაკავშირებით რადგანაც ბოროტს ეს უნდა სწორედ და თქვათ ჩვენს მტერს ეს უნდა გადაიდანოს ამისთვის საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უნდა დაინახოს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები იგივე ეკლესიის კარის გაღება აი მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ როცა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მივიდნენ საპატრიარქოში და საპატრიარქოში ვერ შევიდნენ და იქ უთხრეს რომ ცხელხაზზე დარეკეთ ტელეფონზე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე დარეკეთ ეს იყო რაღაცნაირი კარის ჩაკეტვა ხომ პირდაპირ მშობლებისთვის რომლებიც არაერთი ღამეა აგერ კანცელარიის წინ ათენებენ და აღამებენ
მოთხოვნა რა სიტყვენ, მათ არ აქვთ არავითარი სხვა მოთხოვნა შვილისთვის სწავლის მიღების გარდა. ასეთ სოციალურ საზოგადოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირება არაჩასაფრებულის პოზიციიდან ყველა ხედავს ამას, ხომ? ძალიან მარტივია ამაზე რეაგირების ქონა და უნდა კონდეს თუ არა ეკლესიას ასეთ საკითხებზე რეაქცია. როცა მას კართან ადგება მრევლი და ეუბნება რომ შემხვდი. ძალიან ხერხული იქნება ჩემი მხრიდან ახლა განსჯა. მე მოხდა ეს შეხვედრა, მაგრამ მე დღეს იმ წუთისთვის, რადგანაც ისეთი რთული დღეებია ახლა ეკლესიაში, მოგეხსენებათ რომ სრულიად მთელი ადმინისტრაცია შეიძლება ფიზიკურადაც იქ არ იყო, ახლა მე არის გამართლებას არ ვაპირებ. პირველში დიდ მხარდაჭერას უცხადებ აი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მე თვითონაც მე ყველაზე კარგად მესმის საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობა ჯანმრთელობის, რადგანაც მე ვარ ერთ-ერთი ამისი მაგალითი, როგორ მოხდა საზოგადოების გაერთიანება და მე გადამარჩინა საზოგადოებამ, რისაც კიდევ ერთხელ მადლობა მათ და მე ყველაზე კარგად ვიცი ახლა ის პრობლემები რას განიცდიან და მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას და მხარდაჭერას უდასტურებ მათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ქართული სახელმწიფოც აი ამ სწორი კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იგივე თუნდაც საპატრიარქოს მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები, როდესაც მაშინ მოსაყრეში თქვათ ქონდა ის პასუხისმგებლობა აი ამ სამსახურების შექმნა საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახური იქნება თუ ამ მიმართულებით გაძლიერება, ალბათ ერთ-ერთ პოზიტიურ გზავნილად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ისინი სწორად ხედავენ ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა, პირდაპირ კომუნიკაცია, ვთქვათ, 21 საუკუნეში სხვა გამოწვევას მოითხოვს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქა იქნება ეს თუ საინფორმაციო სივრცე მოგეხსენებათ, წამიერია ეს ყველაფერი და დროული რეაგირება ასაჭირო. თქვენ რაც ბრძანეთ, კი მოხდა ეს შეხვედრა, მაგრამ აი ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში რამდენად დროულია ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ როდესაც ახლა უკვე თქვათ ეს გადავიარეთ ეს თქვათ გლოვის პროცესი 40 დღიანი იქნება, ახალი კათოლიკოს პატრიარქი იქნა გამორჩეული, ყველა ფერს ერთდროულად ალბათ ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ეს პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდება და წეღანაც არაერთხელ ვახსენა ეს სოციალური საკითხები, რომელიც არა მხოლოდ ერში არის გადასაწყვეტი, ძალიან თვითონ ეკლესიის წიაღში, რა თქმა უნდა. უჭირს დღეს უკიდურესად და ვთქვათ არა ჯანმრთელობის დაზღვევის არ ქონა, სტაბილური შემოსავლის არ ქონა და ასე შემდგომ, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ამიტომ აი ამ გამოწვევებს სჭირდება პასუხის გაცემა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრისა, რომ მოხდება რაღაც ეტაპობრივად და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა ის ღიად არ გამოცხადდა ეს პროგრამა, რომელსაც თქვათ ნახეთ ორი საპატრიარქო კანდიდატი ამ შემთხვევაში, მაგრამ თუნდაც აი ამ ორი პროგრამიდანაც ძალიან ბევრი რამე იქნება გათვალისწინებული. რადგან დღესაც აკა როდესაც ხდებოდა სვეტიცხოველში აღსაყრება, იქ ნახეთ რომ ორივე კანდიდატმა ჯერ ერთი პანაღია მიართვა საპატრიარქო, მეორე და მიტროპოლიტმა დანიელმა საპატრიარქო გვირგვინი დაადგა, ხო, კათოლიკოს პატრიარქიოს. რაც კიდევ ერთხელ სიმბოლურადაც განასახიერებს იმას და უნდა ვიმედოვნოთ ის, რომ აი ეს ერთობა და მხარში დგომა და ძალიან აღსანიშნავია იგივე მეუფე გრიგოლმა ეს არაერთგზის გაიმეორა მანამდეც, რომ ყველაფერი იქნება მშვიდობიანად საქართველოს ეკლესიისთვის და სახელმწიფოს ინტერესებისთვის და მე ძალიან მჯერა რომ მათი ავტორიტეტი სწორედ და ეს კრებსითაც ეს სინოდალურობა დაეხმარება პატრიარქიოს აი ამ გამოწვევების საფასხოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქართველმა ერმა ძალიან დიდი სიყვარული იცის, ხო, ნახეთ ეს განსვენებული კათოლიკოს პატრიარქის შემთხვევაში და მადლიერების საოცარი გამოხატვის ნიჭი აქვს ამ ქვეყანას, მაგრამ ასევე ნიჭი აქვს იმისა, რომ ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს ძალიან დიდი, ესე იგი, გამადიდებელი შუქით აკეთდება და ამ შემთხვევაში მეუფეშიოს ამის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში შემიძლია ის ნაწილი თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი ფრთხილი დამოკიდებულებები. ბოლო განსაკუთრებით მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი გასულ წლებში აქტიურად მქონდა ხოლმე მასთან შეხვედრა, როდესაც მიწევდა ინსტიტუციაში მუშაობა საპატრიარქოსი ამ შემთხვევაში და ხედავდი როგორ შრომობდა ის იგივე თავის ეპარქიაში, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში და როგორი საოცარი უშუალობით გამოირჩევა და საოცარი რაღაცა დამოკიდებულებები, ძალიან ისეთი კაცია, ნიჭიერი კაცია და მხოლოდ ამისი ასაკუთრებული იმედიც მაქვს, რომ ის თავის პიროვნულ თვისებებს გამოიყენებს და ასევე წეღან აღურიშნე აი ეს 10 წლეული, როცა მან მოსაყრეთ გაატარა. ის იყო ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული. ხშირად შეიძლება სწორედ ამიტომ საყვედურეს მას რამოდენიმეჯერ, რომ რაღაც პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა
როდესაც არსებობდა კათოლიკოს პატრიარქი, ცოცხალი კათოლიკოს პატრიარქი, მე ვფიქრობ, მან არაერთგზის არ მიცა თავის თავისუფლება, რომ მას გადახტომოდა ამ შემთხვევაში და რაღაცა მისი დებართვის გარეშე რაღაცა გავიგე, რასაც ალბათ უბრალოდ ვიდრე ის გახდებოდა პატრიარქი, მას მეტი აქტიურობა მისი ხედვების შესახებ მეტ ცოდნას მისცემდა ყველას მისირულივ, რას აპირებს ის პატრიარქის რანგში. ახლა თქვენ მხოლოდ სურვილებს გამოთქვამთ და ალბათ საზოგადოების უმრავლესობა დიდი ნაწილი გიერთდებათ ამ სურვილებში, მაგრამ ეს უნდა გამოჩნდეს პროცესში, რას გააკეთებს. მოლოდინი შეგვიძლია გქონდეს და ამიტომ ვამბობ, რომ სიფრთხილე, რომელიც აი თქვენ ახლა ბრძანებთ, აი სიფრთხილე, ჩემი მოცემულობა, დამოკიდებულება ეს არის, რომ ალბათ გამოწვეული იყოს სწორედ იქედან გამომდინარე, რომ იყო ცოცხალი კათოლიკოს პატრიარქი, რომლის მოსაყდრეც ის ბრძანდებოდა და ის არ აძლევდა ამ შემთხვევაში თავს იმის უფლებას, რომ რაღაც გადახტომოდა ან რაღაცა ის წინასწარ ინიციატივები გამოევლინა, მისი ხედვების იქნებოდა ეს თუ რაღაცა წინასწარ ეზეიმა კათოლიკოს პატრიარქობა ამ ქვეყანაში, რადგან წეგანაც აღნიშნეთ, რომ პატრიარქი ილია მეორის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ დამერწმუნეთ ძალიან სხვანაირად გაიგებდა სინოდის წევრები შესაძლოა და საზოგადოებაც თქვათ მის რაღაც ედმეტ აქტიურობებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. ამიტომ საკმაოდ რთული იყო ამ გზის გავლაც და ვფიქრდეთ და ახლაც კიდევ უფრო მეტად რთული იქნება სწორედ იმ გამოწვევების გამო და იმ თქვათ მოცემულობის გამო, რომელიც დღეს მსოფლიოში იქნება. არა მხოლოდ საქართველოში, პასუხებს აუცილებლად მოითხოვს ეს ყველაფერი და იმედია, რომ თქვათ მართალია აღსაყრება მეორე დღეს მოხდა კათოლიკოს პატრიარქის, მაგრამ იმედია ვიხილავთ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო დელეგაციებსაც, რომლებიც ჩამომბრძანდებიან საქართველოში. და მის პირველი ვიზიტიც სად იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინით დაველოდებით და ის გადაგვჩენია, რომ დაველოდოთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება მისგან გადადგმული. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. წარმატებები მინდა